ეს იყო პირდაპირ ჩართვა Edison-დან, სადაც გამოცხადდა exit polls შედეგები, მას ასე Edison Research-ის exit polls 16 საათის მონაცემების მიხედვით თბილისის მერის არჩევნებში 61%-ით გიგი უგულავამ გაიმარჯვა, სხვა კანდიდატების პროცენტული მონაცემები კი ასე გამოიყურება. ირაკლი ალასანია 17%, გოგი თოფაძე 5%, როგორც უკვე გითხარით, გიგი უგულავა 61%, ზუია ძიძიგური 6% და გია ჭანტურია 10% დანარჩენმა კანდიდატებმა თითო პროცენტი მიიღეს. მე შეგახსენებთ, რომ ეს არის Edison Research-ის 16 საათის exit polls მონაცემი. და ამავე exit polls მონაცემებით პროპორციულ არჩევნებში მერის მსგავსად ნაციონალური მოძრაობა ლიდერობს, პროცენტული მაჩვენებელი ასეთია. ალიანსი საქართველოსათვის 16%, მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს 5%, ნაციონალური მოძრაობა 60%, ეროვნული საბჭო უკვე 7% და ქრისტიანი დემოკრატიული მოძრაობა გახლავთ 10%. ესეც შეგახსენებთ, რომ არის exit polls მონაცემები პროპორციულ არჩევნებში ნაციონალური მოძრაობა ლიდერობს, როგორც უკვე გითხარით, მას 60% აქვს. ჩვენი კორესპონდენტები კი ამ წუთებში უკვე იმყოფებიან არჩევნებში მონაწილე პარტიათა შტაბებში, რა რეაქციები მოხდა exit polls-ების გამოცხადებას, როგორ აფასებენ და რა რეაქციები აქვთ თავად კანდიდატებს, ამას ჩვენ გადაცემის მსვლელობისა შემოგთავაზებთ. ქრონიკაში ასევე დღეს იქნებიან სტუმრად ექსპერტებიც, რომლებიც არჩევნების მიმდინარეობას პირდაპირ ეთერში